მოგესალმებით, მე ვარ გიორგი და კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემს სახლზე. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიაზე, მეცნიერებაზე, რეალურ მოვლენებზე, ვარჩევთ მითებს, ვსვამთ არაკომფორტულ შეკითხვებს და ყოველთვის ვეყრდნობით ფაქტებს. თუ პირველად ხარ აქ, კომფორტულად მოკალათ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. თავსატეხზე, პარადოქსზე, რომელმაც დიდი აურზაური გამოიწვია. დაამარცხა მსოფლიოს მათემატიკოსები და საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ზოგჯერ ინტუიცია გვღალატობს. ეს არის ისტორია ქალზე, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ აქვს. ვიდეოს დაწყებამდე კი თუ მოგწონს მსგავსი გიჟური ისტორიები, აუცილებლად გამოიწერე არხი, რათა არ გამოგჩეს შემდეგი ეპიზოდები. ის რომ მერილინ ვო სავანტის გვარი ფრანგულად ნასწავლს სწავლოს ნიშნავს, შეუფერებელი ნამდვილად არაა. სწავლა მისთვის ადვილია, რადგან მისი IQ არის 228. ვოსავანტი სენტ-ლუისში, მისურის შტატში, გერმანიიდან და იტალიიდან ემიგრირებული მშობლების ოჯახში 1946 წლის 11 აგვისტოს დაიბადა. მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ ის გამორჩეული იყო. მერილინმა ერთხელ ინტერვიუში ახსენა, რომ მას დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა, ძირითადად იმიტომ, რომ გოგო იყო და ისიც ამას ეგუებოდა. მსოფლიომ სავანტს ყურადღება 1985 წელს მიაქცია, როდესაც ის როგორც მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მერილინი მაშინ თითქმის 40 წლის იყო. ჟურნალმა პარადმა მის შესახებ დაწერა. ამის შემდეგ მკითხველებს იმდენი შეკითხვა ჰქონდათ მასთან, რომ ჟურნალმა მერილინს კვირა დღის რუბრიკა "კითხეთ მერილინს" დაუთმო. ეს რუბრიკა დღემდე არსებობს. და ის სწორედ იმ ჟურნალში სავანტმა ალბათობასთან დაკავშირებით 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცხარე დებატები წამოიწყო. 1990 წელს მკითხველმა მას შემდეგი შეკითხვა გაუგზავნა. დაუშვათ, რომ თქვენ ხართ შოუში და თქვენს წინაშე არის სამი კარი. თქვენ კი უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი. ერთი კარის უკან მანქანაა, დანარჩენების უკან კი თხები დგანან. თქვათ, თქვენ აირჩიეთ პირველი კარი. ამ დროს წამყვანი, რომელმაც იცის რა იმალება სამივე კარს მიღმა, აღებს სხვა კარს, ნომერ 3-ს. ის უკან აღმოჩნდება თხა. ამის შემდეგ წამყვანი გეკითხება: გინდა თუ არა შეცვალო არჩევანი და აირჩიო მეორე კარი. აი აქ იწყება პარადოქსი. ახლა მე შენ მკითხავ, არჩევანის ცვლილებას აქვს თუ არა მნიშვნელობა შენთვის? ეს კითხვა ცნობილია როგორც მონტი ჰოლის პარადოქსი. მას საფუძვლად უდევს ამერიკული ტელეთამაში Let's Make a Deal. თვითონ პარადოქსს კი სახელი ამ თამაშის ტელეწამყვანის აპატივცემლად დაარქვეს. მე ამ ვიდეოს მომზადებისას ამ საკითხზე ქართულ წყაროებს გადავავლე თვალი და რაც კი სტატიები შემხვდა, თითქმის ყველას ეს პარადოქსი არასწორად ჰქონდა ახსნილი. კარგი, მოდი გაგიმეორებ შეკითხვას. შენ გაწყობს თუ არა პირველი კარიდან მეორეზე გადასვლა? კარგად რომ დაფიქრდე, რამდენიმე წამს მოგცემ. თუ შენ გაიფიქრე, რომ ამ თავსატეხში კარის ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაში არ ხარ. ადამიანების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ არსებობს იმის თანაბარი შანსი, ორივე კარს მიღმა მანქანა ან თხა იყოს. ამიტომ ისინიც და შენც ვერ ხედავთ არჩევანის შეცვლის აუცილებლობას. თუმცა მერილინ ვო სავანტმა მალევე ჟურნალში პასუხი გამოაქვეყნა. მან მკითხველს უპასუხა: დიახ, არჩევანი უნდა შეცვალო. რადგან პირველი კარის არჩევის შემთხვევაში მოგების შანსი არის 3-დან 1, მაგრამ თუ მეორე კარს არჩევ, გექნება გამოცნობის 3-დან 2 შანსი. ამ პასუხმა აბსოლუტური სიგიჟე გამოიწვია. მერილინი უამრავმა მკითხველმა გააკრიტიკა, ხალხმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა სავანტი და ვერც მერილინი წარმოიდგენდა რა რეაქცია მოყვებოდა მის ამ ნათქვამს. გაბრაზებული ხალხისგან ჟურნალი ათასობით წერილს იღებდა. ადამიანების 90% თვლიდა, რომ მერილინი ცდებოდა. სხვა შორის, არა მხოლოდ რიგითი ადამიანები აკომენტარებდნენ, არამედ მეცნიერების, მაგალითად ფლორიდის უნივერსიტეტის დოქტორმა სკოტ სმიტმაც დაწერა: შენ აურიე, რადგან როგორ ჩანს, გიჭერს ძირითადი პრინციპების გაგება. მოდი აგიხსნი. მას შემდეგ, რაც წამყვანი თხას გამოავლენს, ახლა ორი არჩევანი გაქვს. შეცვლი თუ არა იმ არჩევანს, შანსები იგივეა. ამ ქვეყანაში საკმარისი მათემატიკური გაუნათლებობაა და ჩვენ არ გვიჭირდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ-ს პროპაგანდაო. სირცხვილია, თქვა კვლევარმა. აი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ საქსმა კი დაწერა, რადგან როგორ ჩანს პირდაპირ საქმეზე გადასვლა სიამოვნებს, მეც იგივეს გავაკეთებ. შენ არ ხარ სწორი. მე ძალიან შეშფოთებული ვარ საზოგადოების მათემატიკური უნარების ნაკლებობით. გთხოვთ აღიაროთ შეცდომა. ორიგინალურმა დონ ედვარდსმა საერთოდ სქესს დაუკავშირა ეს პასუხი და თქვა:
შესაძლოა ქალები მათემატიკურ ამოცანებს მამაკაცებისგან განსხვავებულად უყურებენ. არადა სინამდვილეში ადამიანები, რომლებმაც მას არც თუ ისე მეგობრული წერილები გაუგზავნეს, ცდებოდნენ. კარის შეცვლა პრიზის მოგების ალბათობას ზრდის. როდესაც პირველად ირჩევთ პირველ კარს, არსებობს 3-დან 1 შანსი, რომ პრიზი იმ კარს უკან იყოს და 3-დან 2 შანსი, რომ ის დანარჩენი 2-დან 1 კარის უკან არის. მაგრამ შემდეგ წამყვანი ერევა თამაში და იმ კარის გაღებით დახმარებას გიწევს, რომლის უკან, როგორც ირკვევა, პრიზი არაა. ამიტომ გამოდის, რომ მეორე კარს გამარჯვების მეტი შანსი უნდა კონდეს. ანუ, რადგან წამყვანმა გამოგარიცხინა ერთი არასწორი პასუხი, ერთი არასწორი არჩევანი, მესამე კარი, ამით პრიზის მოგების 3-დან 1 შანსი, პრიზის მოგების 2-დან 1 შანსად გადაიქცა. ამ ცვლილებამ გამარჯვების შანსები გააორმაგა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიახ, მე ვირჩევ მეორე კარს და მადლობას გიხდი დამატებითი 33.3%-ისთვის. So yeah, I'll take door number 2 and thank you for the extra 33.3%. ბოს საუნტის წინააღმდეგ აგრესია იმდენად ძლიერი იყო, რომ ის იძულებული გახდა თავისი ლოგიკის ასახსნელად კიდევ რამდენჯერმე დაეწერა. მან აღნიშნა, რომ შეცვლის სარგებლის დამტკიცება შესაძლებელია და პრობლემის გაგება უფრო ადვილია თუ გაცილებით მეტი კარია. დაუშვათ, 100-დან 1 კარი აირჩიეთ. შემდეგ წამყვანი სპეციალურად თქვენთვის გამორიცხავს 98 კარს, რომელთა უკან პრიზი არ არის. რჩება 2 კარი, ის რომელიც აირჩიეთ და კიდევ 1. ახლა შეცვლით კარს თუ არა? შეცვლით, რა თქმა უნდა, რადგან როდესაც პირველად აირჩიეთ სწორი კარის გაღების, მხოლოდ 100-დან 1 შანსი გქონდათ. იმის ალბათობა, რომ პრიზი სხვა კარებს მიღმა ყოფილიყო, 100-დან 99 იყო. შემდეგ წამყვანი 98 არასწორ კარს გამოგირიცხავთ, იმ ვარიანტებს ფილტრავს, რომელიც თქვენთვის წამგებიანია. მიხვდით? ამის შემდეგ ზოგიერთმა აღიარა, რომ ისინი ცდებოდნენ, მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდი მუშაობდა ამ პარადოქსზე და მოგვიანებით უნივერსიტეტის წარმოადგენელმა სეთ კოულსონმა აღიარა, რომ მერილინი ნამდვილად მართალი იყო. მან თქვა, რომ სამსახურში მის კოლეგებს ძალიან მოეწონათ თავსატეხი და მისი კოლეგების უმეტესობა სეთის ჩათვლით შეეროდათ, რომ მერილინი ცდებოდა. ვოსაუნდმა მათ მადლობა გადაუხადა. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათემატიკოსი პოლ ერდოშიც კი არ იყო დარწმუნებული საუნტის სიმართლეში, მანამ სანამ მას არ ანახეს კომპიუტერული სიმულაცია, რომელიც საუნტის მიერ ნათქვამს ზუსტად ადასტურებდა. მალე სხვებმაც თავიანთი შეცდომები აღიარეს. იდეაში ამ თავსატეხში ყველაზე მცდარი წარმოდგენა იმის დაშვებაა, რომ ორი არჩევანი ნიშნავს რაღაცის მოხდენის 50-50-ზე შანსს. ეს მხოლოდ მაშინ არის ლოგიკური, თუ სხვა ინფორმაცია არ არის მოცემული. მაგალითად, მე თუ ავირჩევ 2 ადამიანს და ვკითხავ, ვინ მოიგებს ჩოგბურთის მატჩს და თქვენ არაფერი იცით ამ ჩოგბურთელების შესახებ, თქვენ გაქვთ 50-50-ზე შანსი, რომ სწორად გააკეთოთ ეს, მაგრამ თუ ვიტყოდი, რომ მოთამაშე ამ ახალხან დაიწყო ჩოგბურთის თამაში, ხოლო მოთამაშე ბემ გუშინ უიმბლდონი მოიგო, ეს სავარაუდოდ შეცვლის თქვენს არჩევანს. ასე რომ ინფორმაციის ცოდნა ასეთ თამაშებში უმნიშვნელოვანესია. თამაშის წამყვანმა იცოდა, რომელ კარს უკან იდგა თხა. თამაში ისინი კარს შემთხვევითობის პრინციპით არ აღებდნენ, ამიტომ რაც უფრო მეტი იცით, მით უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ. ახლა ხომ ეთანხმებით. საუნტმა ერთხელ ისიც თქვა, რომ ადამიანები, რომელსაც ჩვენ ძალიან ჭკვიანებად მივიჩნევთ, სულაც არ არიან ძალიან ჭკვიანები. მან განმარტა, რომ ისინი უფრო მეტად არიან განათლებულები და გამოცდილები, ვიდრე ინტელექტუალები. მან ისიც თქვა, რა აფერხებს ადამიანებს გამოავლინონ თავიანთი ინტელექტუალური პოტენციალი სრულად. მერილინი კრიტიკულად უყურებს სავალდებულო განათლებას, რადგან ის ამბობს, რომ სტუდენტები მოსწავლეები სწავლობენ პასიურად და იმის ნაცვლად, რომ ისწავლონ დამოუკიდებლად აზროვნება, ისინი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სხედან და ისმენენ რა უნდა იცოდნენ. მოსავალე უფრო შორს წავიდა და ამბობდა, რომ სავალდებულო განათლების გაუქმება უმჯობესი იქნებოდა. თავად მას უნივერსიტეტიც კი არ დაუმთავრებია და ვაშინგტონის უნივერსიტეტში დაწყებული სწავლა 2 წელიწადში მიატოვა. აპირებდა კარიერის ინვესტიციებში დაწყებას, თუმცა შემდეგ თავის ნამდვილ გადაცემას ჟურნალში მიაგნო. სწორედ იქ, სადაც მისმა ცნობილმა პასუხმა მთელი მსოფლიო დააბნია. მონტი-ჰოლის პარადოქსი ნამდვილი ტიპის პარადოქსია, რადგან მისი გადაწყვეტა იმდენად ეწინააღმდეგება ინტუიციას, რომ შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოს, თუმცა ის ნამდვილად მართალია. ამ თემაზე თუ ჩაღრმავება გსურს, ახლა უკვე იმდენი სტატია, მათემატიკური გამოთვლები, მოწინააღმდეგეები და მომხრეები არსებობს, რომ თქვენ ამ პარადოქსის ლაბირინთებში ჩაიკარგებით. თუმცა დადგენილად სწორია, მერილინი თავიდანვე მართალი იყო. მონტი-ჰოლის პარადოქსი მათემატიკურად მჭიდრო კავშირშია ადრინდელ 3 პატიმრის პარადოქსთან და გაცილებით ძველ ბერტრანის 5-ის პარადოქსთან. თუმცა ეს უკვე სხვა ვიდეოს თემაა და თუ საინტერესო იყო,
ეს პოდკასტი თქვენთვის ჩვენ ამ პარადოქსებზე სხვა ვიდეოებში ვსაუბრობ. ეს იყო მერილინ ვოს საუნდის და მონტი ჰოლის ცნობილი პარადოქსის ისტორია. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა უბრალო კითხვამ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების კი დაავნიოს. თუ ასეთი თემები გაინტერესებს და გსურს რომ კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ სხვა პარადოქსებს, უცნაურ ისტორიებსა და რეალურ ფაქტებს, აუცილებლად გამოიწერე არხი, რაც გაბუნეს ზარის ღილაკს და ერთად მოვყვეთ კიდევ უფრო საინტერესო ამბები. შეხვედრამდე შემდეგ ეპიზოდში.